რამდენიმე თვის წინ ჩემს აივანზე მოვიდა ორი გვიტი, დედრი და მამრი. და ჩანთაში, რომელსაც აღარ ვიყენებდა, აივნის ჭერში მიკიდია, დაიწყეს ბუდის კეთება. წინა ჯიბი გავხსენი, რომ კარგი ბუდე გაეკეთებინათ. დადეს ორი კვერცხი და გამოიჩეკა ასეთი ორი საყვარელი ბარტყი. წინ საკვებულის მოუწყე, სადაც თუთიყუშის საჭმელს უყრიდი ხოლმე და მერე გადმოდიოდნენ ხოლმე და ჭამდნენ. დედრი გვიტიც და მამრიც ძალიან მოგვეჩვენნენ, ჩვენზე რეაქცია არ ქონდათ, ანუ არ ეშინოდათ. ჩვეულებრივად იყვნენ ხოლმე, როდესაც გავდიოდით. ბარტყებსაც რიგრიგობით კვებოდნენ და რიგრიგობით ათბობდნენ, როგორც კვერცხს, ისე უკვე გამოჩეკილ ბარტყებს. ბარტყები ასე გამოიყურებოდნენ, ძალიან საყვარლები იყვნენ და ყოველდღე იზრდებოდნენ, როდესაც ვაკვირდებოდი. ისე სწრაფად იზრდებოდნენ, რომ გეგონება ყოველდღე სხვადასხვა ბარტყი ხვდებოდა. აქ უკვე დიდი ბუმბულები ამოუვიდათ და ნელ-ნელა გვიტებს ემსგავსებიან და აი აქედან უკვე რამდენიმე დღეში გაფრინდნენ. სხვადასხვა არც ველოდი, რომ ასე მალე გაფრინდებოდნენ. ეს არის პირველი გვიტი, რომელიც გაფრინდა, წინა ხეზე დაჯდა, აქ ბუმბულებს ისწორებს და ძველ ბუმბულებს ისრის. შემდეგ ახალი უფრო პრიარა და მყარი ბუმბულები ამოსდის, რისი მეშვეობითაც უკეთ დაფრინავს. ეს მეორე გვიტია, რომელიც ჯერ არ გაფრინილა და აი ამ დღეს გაფრინდა მეორეც. აივნის წინ რამდენიმე ხეა ორივე მანდიჯდა და დედრი და მამრი გვიტები ამ მშობლები კვებავდნენ. დაახლოებით კვირა ნახევარია, რაც გვიტები გაფრინდნენ, მეგონა აღარც დაბრუნდებოდნენ, მაგრამ თითქმის ყოველდღე ბრუნდებიან ხოლმე, როგორც მშობლები, ასევე შვილებიც და ძალიან მაგარი სანახავია, აი ამ ორ გვირს რო ვუყურებ, ჩემს თვალწინ გამოიჩეკნენ და ჩემს თვალწინ გაიზარდნენ. მაგარი იყო.